დღეს გიპასუხებთ ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე, რომლებიც დაკავშირებულია თვით დასპონსორების skilled worker-ის ვიზასთან გაერთიანებულ სამეფოში. მაშინ სადამე დავიწყოთ. რა არის თვით დასპონსორების skilled worker ვიზა? ეს ვიზა აძლევს პირს უფლებას დააფუძნოს საკუთარი კომპანია გაერთიანებულ სამეფოში და გამოიყენოს იგი როგორც საფუძველი საკუთარი თავის დასპონსორებისათვის skilled worker ვიზის მისაღებად. ეს იდეალურია მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ დამოუკიდებლად აწარმოონ ბიზნესი დიდ ბრიტანეთში მფლობელი დასაქმების საჭიროების გარეშე. მეორე, ვის შეუძლია ამ ვიზაზე განაცხადის შეტანა? აპლიკანტი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლისა, დაარეგისტრიროს კანონიერი კომპანია დიდ ბრიტანეთში და მოიპოვოს sponsorship license, ანუ ჰქონდეს რეალური სამუშაო შეთავაზება თავისი კომპანიისაგან, შესაბამისი უნარებისა და ხელფასის დონით. ასევე უნდა ფლობდეს აუცილებლად ინგლისურს მინიმუმ B1 დონეზე. სავალდებულოა თუ არა მინიმალური ინვესტიცია კომპანიის დაფუძნებისათვის. ოფიციალური მინიმალური მოთხოვნა არ არის განსაზღვრული, თუმცა უნდა გქონდეთ საკმარისი ფინანსები ბიზნესის დასაწყებად და ეფექტურად ფუნქციონირებისათვის. თანხა დამოკიდებულია ბიზნესის ტიპზე, თუმცა აუცილებელია გქონდეთ ფინანსური გეგმა, რომელიც აჩვენებს მის სიცოცხლის უნარიანობას. შემიძლია ვიყოთ ჩემი კომპანიის მფლობელი ან თანამშრომელი ერთდროულად? დიახ, თვით დასპონსორების გზით შეგიძლიათ იყოთ კომპანიის როგორც მფლობელი, დირექტორი, ასევე თანამშრომელი. კომპანია თავად აგასპონსორებთ skilled worker ვიზისათვის. რა არის sponsorship license და როგორ უნდა მოიპოვოთ მასზე კომპანიამ უფლება? ეს არის ლიცენზია, რომელსაც გასცემს UK Home Office და აძლევს უფლებას დაასპონსოროს ვიზის მაძიებლები. თქვენი კომპანია უნდა იყოს რეალური მოქმედი და ჰქონდეს სათანადო HR სისტემა, შესაბამისი სამუშაო შეთავაზებებით.